ნარკოტიკის რეალიზაციის ბრალდებით დაკავებული უკრაინის მოქალაქე დანაშაულს არ აღიარებს. მისი ადვოკატი კი ამტკიცებს, რომ დიდი ოდენობით მეტადონი, რომელიც სამართალდამცველებმა ჭხრეკისას იპოვეს, ბრალდებულს არ ეკუთვნოდა. ბრალდებული კატეგორიულად აფიქსირებს, რომ იმ ნარკოტიკულ საშუალებებს უნდა სასწორთან, რომელიც მოპოვებული აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში, მას რაიმე კავშირი არ გააჩნია. ადგილები, სადაც გასაყიდად გამზადებულ ნარკოტიკებს ტოვებდა გამომძიებელს თავად ბრალდებულმა უჩვენა. ირკვევა, რომ ოლექსანდრ სოლოჰუბი მეთადონს ჯერ კანფეტის ქაღალდში ახლოვდა, აფასოებდა და შემდეგ წინასწარ შერჩეულ ადგილებზე არიგებდა. ბრალდებული საცხოვრებელი სახლის და პირადი ჭხრეკისას გამოძიებამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით მეთადონი, ელექტროსასწორები და ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისათვის საჭირო ნივთები ამოიღო. არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებულმა ნამდვილად ჩაედინა ნარკოტიკული დანაშაულება, რაც დასტურდებოდა როგორც მათთან ჩატარებული პირადი ჭხრეკით და ამოღებთ ამავდროულად მისი საცხოვრებელი სახლის ჭხრეკით, რა დროსაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება იქნა ამოღებული. უკრაინის მოქალაქეს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.